მოგესალმებით. მე ვფიქრობ ძალიან სიმბოლურია რომ ხვალინდელი გაფიცვა იმართება სწორედ 25 თებერვალს. სიმბოლურია, ჯერთი ძალიან კარგია და აი ის რომ ეს ამ სხვადასხვა მარშებს აქვს მინიჭებული სხვადასხვა ისტორიული ფიგურების, პატრიოტი ფიგურების სახელები, რომლებიც აი ამ ბრძოლაში წამყვან როლს ასრულებდნენ. ეს გვახსენებს, რომ სინამდვილეში ჩვენი ბრძოლა დღეს, იმიტომ რომ ეს 25 თებერვალი და 104 წლის წინ მომხდარი ამბავი არ არის რაღაც უბრალოდ საინტერესო ამბავი, რომელიც 104 წლის წინ მოხდა. ხვალინდელი გაფიცვა, აი ეს მარშები გვახსენებს, რომ სინამდვილეში ჩვენი ბრძოლა, ჩვენი საზოგადოების ბრძოლა არის ის ბრძოლა, ის ჩირაღდანი, რომელიც მათ დაგვიტოვეს ჩვენ 1921 წელს, 24 წელს, 100 წლის თავი იყო 24 წლის აჯანყების, რომ ჩვენ გვიფყრია, ჩვენ გვაქვს პატივი ხელთ გვეპყრას ის ჩირაღდანი, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერებმა, მებრძოლებმა, სტუდენტებმა, მოხალისეებმა, ქალმა ლიდერებმა გადმოგვილოცეს, რომელიც მათ დაგვიტოვეს, მათმა ბრძოლამ დაგვიტოვა, ბრძოლამ რომლის შესახებაც ცოდნა იყო 70 წლის განმავლობაში აკრძალული და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ბრძოლა ჩვენ სიცოცხლეში მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენმა გვახსოვდეს, რომ ჩვენზე ბევრად უიმედო სიტუაციაში იბრძოდა ეს ხალხი. სრულიად უიმედო სიტუაციაში, თუნდაც 1924 წელს, ხო? როცა მოხდა ანტისაბჭოთა აჯანყება. ეს ერთი ასპექტი არის. მეორე ასპექტი, მე ვფიქრობ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე არის ის, რომ პარალელები, ხო, ზუსტი პარალელი და ზუსტი ანალოგია არ არსებობს, მაგრამ პარალელები ბოლშევიკურ კომუნისტურ რეჟიმსა და ქართულ ოცნებას შორის არის სამართლიანი. ვიღაცა შეიძლება ეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი, იმიტომ რომ არსებობს მსგავსებათა რაოდენობა იმდენად შთამბეჭდავი და ბევრია, რომ ამის იგნორირება შეუძლებელია. თუნდაც მაგალითად ავიღოთ ის, რომ როგორც ქართველი მოღალატე ბოლშევიკები, რომელთაც არ ქონდათ მხარდაჭერა და ამიტომ გახდა წითელი არმიის შემოჭრა აუცილებელი და ომი აუცილებელი, იმიტომ რომ ვერ ააფეთქეს შიგნიდან მაშინ დამოუკიდებელი საქართველო, ქართველი ბოლშევიკები 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომს აბრალებდნენ საქართველოს. აი მაგალითად მამიო ორახელაშვილი ამბობდა, ცნობილი მოღალატე, რომელიც ასევე დახვრიტეს მერე, რა თქმა უნდა, სტალინმა დახვრიტა, ის ამბობდა, რომ აი როგორ ვერ აიცილა ნოე ჟორდანიამ ომი თავიდანო, ხო? გვეცნობა ეს პარალელი და ქართული ოცნებაც პოზიციონირებს როგორც საბჭოთა კავშირის რაღაცნაირად საბჭოთა კავშირის მიმართ როგორც მინიმუმ ამბივალენტურად განწყობილი და ხშირ შემთხვევაში სიმპათიებით განწყობილი და ეს ძალიან ბევრ რამეში ვლინდება. ვლინდება თუნდაც იმაში, რომ კომუნისტური პარტიის კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის სხვადასხვა ფიგურები, როგორც არის ვოლსკი, სხვები, რიმა ბერაძე, რაიკომის მდივანი ქართულ ოცნებაში არიან. ვლინდება თუნდაც იმაში, რომ ხო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ხოვნდა და მის ინსტიტუციები ხოვნდა ცდილობდნენ, რომ საბჭოთა რუსული ოკუპაციის შესახებ ცოდნა გაღრმავდეს, რომ საბჭოთა სისტემის დანაშაულებათა შესახებ ცოდნა გავრცელდეს და იყოს ვთქვათ საყოველთაო, ხო? მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქართული ოცნება, ვიღაცისთვის შეიძლება ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სინამდვილეში დიდი მნიშვნელოვანი სიმპტომია ქართული ოცნებამ დაიწყო საბჭოთა პერიოდის არქივებზე წვდომის შეზღუდვა და უკვე წელიწადზე მეტია ორი მთავარი არქივი ამ ქვეყანაში და ცოდნის ისტორიკოსებისთვის, მკვლევრებისთვის ცოდნის წყარო არის არქივი, დოკუმენტები, ხო? ორი მთავარი არქივი ეს არის კგბ-ს სუკის არქივი შინაგან სამინისტროში და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ესე იგი არქივი, რომელიც ასევე შსში არის, საერთოდ დაკეტილია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საბჭოთა პერიოდის არქივებში მუშაობა რუსეთში დღეს უფრო ადვილია ვიდრე საქართველოში. იმიტომ რომ ბევრი რამე ხელმეუწვდომელია რუსეთში, მაგრამ რაც ხელმისაწვდომია, შედის ხალხი და მუშაობს, ხო? გიორგი, ასე რომ ხვალინდელი დღე ჩვენ გვეხმარება, რომ აღვადგინოთ, რეკონსტრუქცია მოვახდინოთ აი ამ ბრძოლის
გავაცოცხლოთ ის ამბები, რომლის შესახებ როგორც თქვით, ცოდნა იყო აკრძალული და სხვა შორის ძალიან საინტერესოა არის ესეთი გვერდი პროტესტი 24, სადაც ასევე ჩვენ დავეხმარეთ ჩვენს მეგობრებს. სინამდვილეში საბჭოთა ოკუპაციის პირველ წლებში გაფიცვები იმართებოდა. 22 წელს გაიმართა ქრისტინე შარაშიძემ, რომელიც იყო დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი, ანუ მოადგილე, მის ინიციატივით გაიმართა ერთ-ერთ პედაგოგიურ სასწავლებელში გაფიცვა. ასევე მუშების დაახლოებით 10,000 მუშის გაფიცვა გაიმართა 21 წლის ოქტომბერში. ხო, მე ბუნებრივია რომ როცა ტოტალიტარული სისტემას გამყარდა და კონსოლიდაცია განიცადა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო, მაგრამ ასევე ერთ-ერთი და ამით დავასრულებ, ერთ-ერთი ასპექტი, ერთ-ერთი მითი, რომელიც უნდა ამოიშანთოს ჩვენს რაღაც საზოგადოებრივ დისკურსში არის ის, რომ თითქოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას წინააღმდეგობა არ გაუწევია. სინამდვილეში საქართველოს გასია დიდი წინააღმდეგობა, ეს ომი ერთი თვე გრძელდებოდა, შემდეგაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გაშლილი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელმაც კულმინაცია განიცადა, რა თქმა უნდა, 1924 წელს და ამ ხალხის ამოცანა იყო არაუბრალოდ სახელმწიფოებრიობის აღდგენა, არამედ დემოკრატიული წესწყობილების აღდგენა. არ უნდა დაგვავიწყდეთ ესეც, რომ დამოუკიდებელი საქართველო იყო დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ინსტიტუტებით, თავისუფალი არჩევნებით, სასამართლოთი და ასე შემდეგ. სხვა შორის 1920 წელს იყო ამერიკული მისია ჩამოსული საქართველოში, რომელმაც უმაღლესი შეფასება სასამართლოს. სრულფასოვანი განმარტებისთვის და მათ შორის ქალების უფლებებით და ქალების უფლებები უნდა დავიწყო ახლა. 5 წევრიდან და ვიკა, აი, რაზეც საუბრობდა გიორგი, მთელი ეს მცდელობები, მათ შორის არქივების დახურვაც, ისტორიის გადაწერის ძალიან კარგად გაშიფრული, მათ შორის საჯაროთაც გაცხადებული რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი არის. რა პარალელების გავლება შეიძლება და რატომ აქვს მნიშვნელობა ხვალინდელი დღის განსაკუთრებულად აღნიშვნას მასშტაბების თვალსაზრისითაც იმ კონკრეტული ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ და თქვენს თანამებრძოლებთან, სხვა ქართველ ქალ პოლიტიკოსებთან ერთადაც და არა მარტო მათთან ერთად ასე აქტიურად მონაწილეობთ ამ თვეების განმავლობაში აქციებში. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა. ხვალინდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, იმიტომ რომ სიმპტომატიურად ფაქტობრივად ერთნაირი ბრძოლა არის მნიშვნელოვნად. იქედან გამომდინარე, რომ ხვალ ვისი სახელობის მარშებიც არის, ის ადამიანებიც იყვნენ ისეთივე ჩვეულებრივი მოქალაქეები, როგორი მოქალაქეებიც დღეს ქუჩაში დგანან უკვე თითქმის 3 თვეა. აქედან გამომდინარე, მაშინდელი ბრძოლის მეთოდებით სიმპტომატიურად ძალიან გავს დღევანდელი ბრძოლის მეთოდებს, როგორც მაშინ იყო აკრძალული ლიტერატურა, დღეს ისევე არის აკრძალული ინფორმაციის მიღება და გადამალვა და ისტორიის გადაწერა, სწორედ ემსახურება იმას, რომ ადამიანებს თუნდაც ვისაც ჯერა, რომ მაშინ ის ადამიანები სწორი რამისთვის იბრძოდნენ, ამ ადამიანებს დღეს აღარ დააჯერონ, რომ დღეს ვინც იბრძვის, ეს ადამიანებიც იბრძვიან სწორი რაღაცისთვის. ის რომ დღეს საქართველოს რუკაზე აწერია საქართველოს დიდწილად დამსახურება იმ ადამიანების, ვინც მაშინ იბრძოლა 104 წლის წინ და მას შემდეგაც. ის რომ საქართველოს რუკაზე ეწერება საქართველოს 100 წლის შემდეგ, ეს იქნება იმ ადამიანების დამსახურება, ვინც დღეს იბრძვის, ვინც დღეს დგას ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ამ ამბავში არ დაგვავიწყდეს რაღაც ინდივიდები, ვინც ამ ბრძოლაშიც სხვებთან შედარებით მძიმედ ზიანდება და ზარალდება ხოლმე და სისტემა როგორც მაშინ არჩევდა ადამიანებს, ისე არჩევს დღესაც ადამიანებს, ვისი განეიტრალებით მცდელობითაც ფიქრობს, რომ განეიტრალებს პროტესტს და განეიტრალებს ამ ბრძოლას და ჩვენ ამას ყოველდღურად ვხედავთ სხვადასხვა მეთოდებით, ეს არის სახლში შესვლა, რაღაცი ჩადებით მცდელობა, გაშავებით მცდელობა, სხვა არაფერს არ აკეთებდა რუსული სპეცსამსახურები, აშავებდა ადამიანებს და მათ რწმენას უკარგავდა თავისუფალ ან უბრალოდ ნეიტრალურ ადამიანებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ ადამიანებს, ვისაც დღეს ვერ გაურკვევია, საით არის სინათლე და საით არის სიბნელე, ამ ადამიანებს უბრალოდ დავანახოთ, აუხსნათ ის, რომ თუ მაშინდელი გმირები შენთვის ნამდვილად გმირები არიან, მაშინ დღეს ამ ადამიანების ბრძოლაც უნდა დააფასო და დაინახო, რომ სისტემა იგივეა, ვისი წყალობითაც ისინი მოყვნენ რეპრესიებში და თუ შენ ამის არ გჯერა, რომ დღევანდელი ბრძოლა სწორია, მაშინ არც იმის არ გჯერა იმ ბრძოლის, რომელიც 104 წლის წინ იყო თუნდაც.
მე აქვე მინდა თქვა და ყოველთვის ვიყენებ შანსს და ახლაც მინდა გამოვიყენო. აი თემურ ქათამაძის მაგალითი, ხო? ადამიანი, რომელიც 39 დღეა შიმშილობს და ძალიან ვთხოვ ხოლმე ყოველს, რომ ისე გავერთიანდეთ თემურ ქათამაძის ნაწილშიც, როგორც მზიას ნაწილში გავერთიანდით და ყველა მოუწოდოთ ამ ადამიანს შიმშილობის შეწყვეტა, იმიტომ რომ ეს ადამიანი გვჭირდება ძალიან დიდ ხანს საქართველოში, გვჭირდება სიმბოლო, როგორც ერთიანი საქართველოსი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც დროშედ წოდებული, რომელიც ძალიან კარგად ასახავს საქართველოს ერთგულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა მას შიმშილობის შეწყვეტისკენ და ბევრმა ადამიანმა, რომელთაც ანგარიშს უწევს დარწმუნებულ ბატონი თემური. კი, აქვე ვიტყვი იმას, რომ 4 შაბათ 7 საათზე თემურ ქათამაძე იცით, რომ ყავთ მიგრაციის დეპარტამენტში, მისი სადამსჯელო ღონისძიების მიზნით, შესაბამისად მოქალაქეებმა დაანონსეს მიგრაციის, ასე ვთქვათ, სააგენტოსთან მისი მხარდასაჭერი აქცია და მინდა რომ აქედანაც ვინც გვისმენს, ყველა მიცოდეს 4 შაბათ 7 საათზე. ტერიტორიულად საბდებარებს? ტერიტორიულად მდებარეობს East Point-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცოტნე ჩვენ ახლა საუბრობთ მოვლენებზე, რომელიც 104 წლის წინანდელი არის. და არა მარტო თქვენი ოპონენტებისთვის, შეიძლება გულშემატკივრებისთვისაც ყოველთვის, ცოტა რთული წარმოსადგენია ხოლმე დღევანდელი აი ამ ბრძოლას ჩაბმული ადამიანების გაიგივება, ნოე ჟორდანიასთან, ნოე რამიშვილთან, ვალიკო ჯუღელთან, მარო მაყაშვილთან თუ ასე შემდეგ, არა პარტიული ნიშნით, არამედ ეს რაღაცა ისეთი მითოსური, არა მარტო ეს ადამიანები უფრო რაც უფრო ღრმად მიდიხარ წარსულში, ისინი კიდევ უფრო მეტად მითოსურები არიან და რა განასხვავებს დღევანდელ ეპოქას წინა თავისუფლებისთვის ბრძოლის ასევე აუცილებელი მონაკვეთებისაგან და თქვენ თავად უგაქვთ ეს შეგრძნება რომ რაღაცა ისეთივე განსაკუთრებულ ისტორიულ ბრძოლაში ხართ როგორც აი ეს ჩვენ წინაპრები იყვნენ რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებას. ხო, ბევრი მიფიქრია მაგაზე და სხვათა შორის 9 აპრილის მოვლენების ამბებს რო კითხულობდი და რო ხედავდი ახალგაზრდებზე როგორ საუბრობდნენ რომ ტვინს ურევენ ვიღაცების ჭკუაზე დადიან და დღეს ბევრი მათგანი რო გვესელებრითება მაგარი მწერალი გონიან და რაღაცები ზუსტად ეგ ადამიანები მათ შორის როგორ აკრიტიკებდნენ იმ ხალხს იმ ადამიანებს და აწყმოში როგორ გაუფერული ჩანს ხოლმე ხალხი და მე ისტორიული სრულად ჭირდება ხოლმე მე რაღაცა ჭეშმარიტება საით არის ამის დამტკიცება რომ მე წარმოდგენა ამ ხალხზე შეიცვალოს. მაგრამ ხა ძალიან დიდ ნარცისიზმშიც არ გადავალთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს მაშინდელ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. სხვა ფორმები იყო ბრძოლის და ახლა რო აქ რო პარლამენტი ხალხმა დატოვა და ბოიკოტში გავიდა და უმანდატო დარჩა, მაშინდელი ადამიანები დახურიტეს, ვინც საქართველოს პარლამენტის წევრები იყვნენ, უამრავი მათგანი ქალიან კაციან და სასწავლო რაღაცები მოხდა და ვერასდროს იმას ვერ გაეტოლებთ. თავარი განმასხვავებელი არის 11ჯერ მეტი პასუხისგებლობა, იმიტომ რომ მათ დამოუკიდებლობა ჰქონდათ 3 წელი. ჩვენ 11ჯერ მეტი ხანია რაც დამოუკიდებლები ვარ და თითოეული დღის ფასი უნდა გვესმენდეს. არაფერი არ უდრის, არც ერთი მეფე, არავინ ერთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ფასიც კი. ეს არის სასწაული რამ. ეს ფასი ესმოდა ძალიან კარგად სტალის. მაგიტო იყო რომ ძალიან ეჩქარებოდა რომ რუსული ასოებით, მაგრამ ქართული შინაარსი და ტექსტის წერდა რომ მიდი ისჩქარე და დროზე, იმიტომ რომ სწრაფად უნდოდა ჩვენთვის ბოლო მოიღო, იმიტომ რომ მიხვდებოდა რომ 3 წელი და 1 დღე რას უდრის, 3 წელი და 2 თვე რას უდრის, 4 წელი რა იქნებოდა, 5 წელი და რა სხვა ხალხი იქნებოდა, როცა ყველა დღე დამოუკიდებლობის ხელახალ სუნთქვას ჩაისუნთქავდი. აი ეს განსხვავება უნდა მიხვდეთ, რომ ჩვენ ესე იგი რამდენჯერ მეტ ხანს ვართ დამოუკიდებლები, ამიტომ რამდენჯერ მეტად უნდა მოუფრთხილდეთ ამ ამბავს. რომ ეს პატარა ამბავი არ არის, რომ ეს ციდან წამოსული მანანა არ არის და ბევრ ქვეყანას ეს არ გებია, ბევრ ხალხს რომელშიც ჩვენზე მეტნიც იყვნენ, რაღაც ბევრი რამე გაუკეთებიათ, მაგრამ დამოუკიდებლობა არ ღირსებია და ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ეს გააზრება უნდა გქონდეს და უნდა გვაწუხებდეს რომ ჩვენ სკოლაში დამოუკიდებლობას მაშინ გვყავთ ხოლმე მაგალითად მაგ 3 წელს უფრო ნაკლებს რო ვასწავლეთ ხოლმე ვიდრე ნებისმიერ ისტორიის სხვა მონაკვეთზე. და მართლა ჩვენ ისტორია რაც არის ამას ხალხს ვაუწყებთ რომ მე მახსოვს სკოლაში მაგალითად 23 თებერვალს ბიჭებს გოგოებმა რაღაც საჩუქარი აჩუქეს, იმიტომ რომ ბიჭების თუ კაცების დღე არისო და ეს მოხდა აი ხო 21 საუკუნეში კაცების დღეს ვეძახით საბჭოთა არმიის დღეს ხდებით, ანუ რა დონეზე არის ჩვენი ტვინები მათ შორის ოკუპირებული და ჩვენი ტვინების დეოკუპაცია არის მთავარი. აი 3 წლის განმავლობაში იმ ხალხს ჩვენთან განსხვავებით ეგ ქონდა, რომ შეიძლება ცოტა ხანს იყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ იმ დროს ერთლიანად ჰქონდათ გადალახული, ძალიან სხვანაირად ჰქონდათ ქვეყნის ავტორობა, გასიგრძე განებულა, როცა მთელი სამყარო გაწით არამის ნახევარი დედამიწა გაწით და ჩვენთან ეს რაღაც სოციალ-დემოკრატები, მე ხა მე არ ვარ სოციალ-დემოკრატი, მაგრამ
რო შეხვედათ ქართული ჭრილით იყვნენ ადამიანები რომლებიც საქართველოს ნულიდან შექმნა დაიწყეს თვითონ პროცესში დაიჯერეს რომ მათ არ ამხელა საქმეს რო არ ჯეროდა თავიდან პროცესში მიხვდა რომ დამოუკიდებლობის როცა რა ყველა ქვეყნისა შეერთით პროლეტარებო მოდი ჩვენ ქართველები შევერთდეთ და რაღაც შეიცვალოს და ილია ჭაჭავაძის პროექტი მერე რაღაცა დაამთავრეს და ეცადა ყოველ შემთხვევაში რომ გაგრძელებულიყო ეგეთ რაღაცების მნახველები ვარ და რო წაიკიდა ხოლმე ისტორიას რო ხედავ რომ რამდენი ადამიანები იყო რომელიც აქ რავი წყალქვეშა ნავით ამოსულა რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ორი სიტყვა ეთქვათ და თავი გამოცდილებები გამოკა ანარქისტი ხალხი იყო რომელიც ანარქისტი იყო მაგრამ როგორც კი შეახტყო რომ საქართველოს იბადებოდა თელი თავისი ცოდნები გამოცდილებები იმიტომ რომ მაშინ ცნობილი ადამიანი ჭირდა ხო რომ გამოიყენებდა თავის ქვეყანას უცბად მოახმარ ამიტომ დღეს როცა ამდენი ინფორმაცია გვაქვს დღეს როცა ამდენი საშუალებები გვაქვს ჩვენს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მაგრად უნდა მოუვხდეთ ძალიან უნდა გვაღელებდეს როცა ჩვენი ქვეყნის კონფლიქტებს დავამს ესე აბაიბურებდა ესე შეიძლება გვესაუბრებოდნენ 2008 წლის ომზე რომ თითქოს არაფერი და ესე ვაბაიბურებდეთ იმ გვინას რომელიც რაღაც ომში დავკარგეთ რომ ესე იგრძნობოდეს რომ თითქოს სადღაც ვიღაცას გულის სიღრმეში უხარიათ რომ უკრაინის ამბავი გონი ისი არ თავდება აი როგორც თქვენ გეგონათ ეხა ნახე რუსეთს და თითქოს ეს მე უნდა მიხაროთ და თითქოს ქართველს ყველაზე მეტად არ უნდა მესმოდეს ეხლა უკრაინა რა დღეშია თითქოს ქართველი ყველაზე მეტად ვერ უნდა გძობდეთ როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს კარგად შვიდად ცხოვრობენ მათ შორის შეიძლება დასავლეთშიც ვერ გძნობდნენ ჩვენს ტკივილს ჩვენს გაჭირვებას და ნიშნის მოგების რო კი არ არის პირიქით მეგობარი რო გასაჭირში გამოიცდება ეგრე უნდა გძნობდეთ რომ ჩვენ ეს ყველაზე კარგად გვს ისრაელს როცა რუსეთთან შეიძლება დარჩე ყველაზე მარტოდ და ის რა შეიძლება რუსეთს ვერ ერეოდა ეს შენ რაღაც მტყუანად არ გაქცევს და ეს ეხლა იმის გამო რომ ეხლა მე შეიძლება ვიღაცის განცხადებები არ მომწონდეს ჩვენ ერთმანეთს არ უნდა გცხონოდესო თელი გულით უკრაინის ხარეს ვარ და თელი გულით გვინდა დავიჯეროთ რომ უკრაინა დამოუკიდებელი თავის ტერიტორია აღდგენილი იქნება იმიტომ რომ ჩემ თავზეც ეგრე მინდა ჩვენს ქვეყანაზეც ეგრე მინდა და სუფეხაზე კიდია ვინ რას იფიქრებს და ვის რა წარმოადგენა იქნება ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ მე პირველ რიგში ჩემი თავის გულშემატკივარი და ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ და მეგობრებიც ამისთვის გვინდა ამიტომ ეს არის ხოლმე რომელიც ზოგჯერ გამაღიზიანებს ხოლმე რომ მაგალითად ვერ აპატიებ წარმატებულ მაგალითად სპორტსმენს იმაზე სტალინზეც უდი ლაპარაკა და დღემდე შეხვდება რომ მე მერაბზე თვალიშულზე როგორ გაბედა თქვა რომ ილაპარაკა და სიამოვნებაში ჩვენ გონია ხოლმე რომ მარტო უფროს ხალხში ეგრე მაგრამ ახალგაზრდა ადამიანებშიც შეატყოთ ხოლმე ამიტომ დამოუკიდებლობას ერთი რამე ახასიათებს როგორც კი თვალს მონჭუტავ როგორც კი რაღაცეებს უკვე შენად მიიჩნევს მარტივად კარგავ ცეცხლივით არის როგორც სულ რაღაც უნდა შევუკეთო, იმიტომ რომ პროცესი ეგრე ჭირდება. მაგიტომ არის რომ გმირთა მოედანზე უქრობი ცეცხლი რისი ნიშანია. ცეცხლი წყალი ხო არა, ცეცხლი რატო? იმიტომ რომ ცეცხლს ჭირდება სულ ვიღაცის ყურადღება. სანამ ანთია, ხო უწვის, ეგ ვიღაცა მასზე ზრუნავს. ეგრე თქვა, თავისუფლება ერთ თაობაში შეიძლება გაქრეს და მას ყოველთვის აი ზუსტად მინდა თითოეულს ორ-ორი წუთი მოგცეთ ჩვენ 8 წუთი. დაახლოებით 8 წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის დამთავრებამდე და ყველას აქვს თავის მიზეზი, რის გამოც ხვალ უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ერთი არის ისტორიული სამართ მათ შორის წინაპრების სულებ განგრძობადობა. ხო, შეხმიანების რა. მეორე არის მომავლის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა, ხო? მე აგერ უკვე ბაბუა ვარ და კიდე უფრო სხვანაირად ვუყურებ ჩემი არა მარტო შვილების, არამედ უკვე მართლა პირდაპირ გაგებით შვილიშვილები რა ქვეყანაში, როგორ გარემოში გაიზრდებიან, რა განწყობები იქნება, ძალიან მაშინებს ის დამოკიდებულება, რომელიც აი სიცრუის ის მასშტაბი, რომელიც მისაღები, გახთ ცინიზმის ის მასშტაბი, მაგალითად, გუში რო უყურებდით იუნკრების საფლავებთან, სადაც საქართველოს პარლამენტის შენობის ძირითადი ნაწილი არის დაფუძნებული, აი სტენთან დღევანდელი, ასე ვთქვათ, რეჟიმის წარმომადგენლები აი ესე უტუხად იდგნენ და ამბობდნენ რომ მათმა სიმამაცემ, მათმა თავდადებამ ანაპირობა შეგეც აერდაერგათ, იმიტომ რომ უმრავლესობა დაიღუპავს, სინამდვილეში 9 იუნკერი დაიღუპა. ეგ ხა ეგ ცოდნა კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ ის რომ იმ ხალხმა იბრძოლა და იმ თავგანწირვამ მოიტანა თავისუფლების იდეის უკტავების აი განგრძობადობა, რაზეც ოტნე საუბრობდა, მაგრამ არის კიდევ ისეთი ძალიან მიწიერი ყოფიერი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, აი ერთი ცუდი ამბავი, რომელიც იძულებული ვარ მაყურებელს გავაცნო, აი დითოლობისა და სტიქია სამწუხაროდ ყავს უკვე პირველი მსხვერპლი და ამ ინფორმაციას გურია TV ავრცელებს, როგორც გურია TV-ისთვის გახდა ცნობილი კონჩკათის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარმა დეპუტატმა გილა აროშიძემ მათ დაუდასტურა, რომ დაღუპული ადგილობრივი მცხოვრები შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოლისას დაიღუპა. გრევის შედეგად მამაკაცს ბეტონის ფილა
დაეცა. ესე იგი კატის ციხის უბანში მოხდა ეს სოფელ კონჩკათის, რა ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ ქვეყნის 1/13 მინიმუმ გეოგრაფიულად მოსახლეობით შეიძლება უფრო მეტიც კი მესამე დღე არის სტიქიური უბედურების ზონაში. ესე იგი საოცრება ხდება, იმიტომ რომ ძალიან მასშტაბურია ის რაც ხდება. თავიდან შეიძლება სახალისოც იყო და ბავშვებმა თოვლი ნახეს და გაერთვენ და ასე შემდეგ, მაგრამ ოჯახები არის მოწყვეტილი სასწრაფო დახმარების შესაძლებლობას ბევრგან შუქი არ არის უკვე მე რამდენი დღე არის და მათ შორის ზღვისპირა ზონაში ქალაქურ დასახლებებში სადაც დავუშვათ შეშით გათბობის საშუალება არ აქვს ადამიანებს, მაგრამ არ იგრძნობა ყოველ შემთხვევაში მცდელობა იმისა, რომ ამ ქვეყანას ყავს აქტიური მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის სიტუაციებში როგორც უნდა იქცეოდეს, არა? რატომ? იმიტომ რომ ანგარიშვალდებულების ხარისხი არის გაუქმებული და მათ უბრალოდ არ ეშინიათ ამ ხალხის განწყობების ცვალებადობის, იმიტომ მე როგორც უნდა ისე დაწერენ, დააშინებენ ამ პირიქით უფრო მოწყვლადს გახდიან და მიიღებენ საარჩევნო შედეგს. ესეც 25 თებერვალს ხვალ გაპროტესტენ, ხო? აი, ყველას თავისი მიზეზი აქვს, რომელიც ერთიანობაში ერთ-დიდ მიზეზად ერთიანდება. თქვენ შემთხვევაში რა არის ეს განსაკუთრებული, რის გამოც ხვალ 25 თებერვალს ხალხი ქუჩაში უნდა იყოს ამ ყინვაში და უამიდობაში? პირველ რიგში რწმენა იმისა, რომ ჩვენ სხვა სცენარი არ არსებობს, გამოსავალი ამ კრიზისიდან არის მხოლოდ ახალი არჩევნები და რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა, წნეხის ზრდის დინამიკა ნარჩუნდება. ამავე დროს სრულიად ნათელია, რიგითი პოლიციელისთვისაც ნათელია, რომ ის მითოლოგია, რომ უფროსი ივანიშვილი, ასე ვთქვათ, დაალაგებს ჭყალებში გახოდავს, მათივე ჟარგონზე რო ვთქვათ, გინდ ბრიუსელში და გინდ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ეს რომ მითოლოგიაა და ეს რომ ტყუილია, ვერაფერს ვერ დაალაგებს. ვერავისთან ეს არის კეთროვანი ამ ხალხთან დიდი ხანია გადაწყვეტილება მიღებულია და კონსენსუსი ცივილიზებული ქვეყნების დედაქალაქებში რომ ამ ხალხთან ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება, ამიტომ წნეხის ზრდაში არის ხვალინდელი დღე ნიშნულოვანი აგური დაიდება ხვალ ამ წნეხის ზრდაში, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს, როდის გადაუბრუნდება ტვინი არ ვიცით, ზეგ მიგვიყვანს ვერ ვიტყვით, ეს ხანგრძლივი და სერიოზული ბრძოლაა, მაგრამ გამოსავალი იქნება სხვა შორის ამავე დროს აი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხვალ ერთი მარში უნდა გამოყო კონკრეტული იმ პატარა მარში იქნება ერთი, რომელსაც აორგანიზებენ ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები და ეს იქნება ესეთი ისტორიული ფიგურის რომელიც ასევე მისი მეხსიერება არის სრულიად ამოშლილი და ამოშანთული, იყო ესეთი ისრაფილ ბეკ იედიგარი, ქართული არმიის ოფიცერი, მაიორი, რომელიც იყო სამხედრო კონდაზორის უფროსი ბორჩალოს მაზრაში და 1921 წლის ომის დროს იყო მუსლიმთა ესკადრონის მეთაური საქართველოს რუსეთის ომში და შემდეგ პოლონეთში წავიდა სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად და იქ იყო ქართველ ოფიცრად ეწერებოდა და ვინ არის ქართველი ისრაფილბეკ იედიგარი თუ ბერია თუ მამია ორახელაშვილი, ხო? აი ეს სამოქალაქო იდენტობა, სამოქალაქო პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თანამედროვე ერის სახელმწიფო, თანამედროვე მოდერნული, წარმატებული, ცივილიზებული, კანონის უზენაესობაზე და თანასწორობაზე დაფუძნებული ქვეყანა, აი ეს დღის წესრიგი გვერგო ჩვენ მემკვიდრეობით პირველი რესპუბლიკისგან, რომელიც განადგურდა 25 თებერვალს და ჩვენი ვალია რომ ეს აღარ დაუშვათ. ვიკა ხო, ჩემი мотиваცია ყველა იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ვიღებ მონაწილეობას არის ის, რომ ცხოვრობდეს სახელმწიფოში, სადაც პირველი ღირებულება იქნება ადამიანი, ხო? რაც რეალურად არ არის და ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გვანახა. ბოლო 3 დღეა 112-ში ზარი-ზარზე შედის, რომ ადამიანებს შველა სჭირდებათ, ელექტროენერგია არ აქვთ, მედიკამენტებს ვერ იღებენ, ავადმყოფებთან ექიმები ვერ მიდიან, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან და წყალზე არ აქვს ცდომა ყველაფერს რო თავი საკვებზე არ აქვს ცდომა და ამ დროს ჩვენს დე-ფაქტო პარლამენტში გენდერის ამოღებაზე, სიტყვა გენდერის ამოღებაზე მიდის მუშაობა, რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენელი რამ არის იქიდან გამომდინარე, რომ ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ ხოლმე დემოკრატიაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არის პრიორიტეტი
ადამიანი როგორც ღირებულება და სოციალური თანასწორობა, ხო? ვიღაცისთვის ძალიან სუბიექტური ცნება ევროინტეგრაცია ხა. ხვალ ბევრი ადამიანი გამოვა ბევრი სხვადასხვა мотивაციით, ხო, ვიღაცისთვის ეს ევროინტეგრაცია, ვიღაცისთვის სენტიმენტები, გმირების მიმართ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობდნენ თანასწორ გარემოში, სოციალურად თანასწორ გარემოში, თანაბარ უფლებებში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და სულ ვამბობ, რომ ამ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ თავიანთ გასაგებ ენაზე, იმიტომ რომ ვიღაცისთვის თუ ევროკავშირის პასპორტი არ არის არანაირი ღირებულების, მისთვის ხომ არის ღირებულება ის, რომ მის მეზობელს უსაფრთხოების გამო არ ექნებოდეს პრობლემა, ან მის შვილს არ ქონდეს მედიკამენტის პრობლემა, ელემენტარული საბაზისო პირობები ქონდეს. აი, აქამდე უნდა დავიდეთ ალბათ საბოლოო ჯამში, რომ ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს აუხსნათ, რომ არც ჩვენი თავარი მიზანი არ არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პასპორტზე ეხატოს ვარსკვლავები. ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანები საქართველოში ცხოვრობდნენ უსაფრთხო გარემოში და სახელმწიფო რისთვისაც გჭირდება, რისთვისაც ვქირავთ და რისთვისაც ფულს უხდით, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ აი ესეთ შემთხვევებში, როდესაც ქვეყანაში არის კრიზისული სიტუაცია და როდესაც ადამიანებს ჭირდებათ, სახელმწიფო იყოს მომზადებული ამისთვის და კონდეს ყველაფერი მზად, რომ ადამიანები დაიცვას ყველა გარემო მომდინარე საშიშროებისგან და ფაქტორისგან. მადლობა ვიკა და ცოტა შენ და ხო რაღაცნაირად დავით ჩემ ჭრილში მოდი მაინც მაგ ამბავსაც თან გამოვიხმაურები. დეცენტრალიზაციის მაგალითად არ არსებობა, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენი დამოუკიდებლობის საწყისში როგორ იყო დეცენტრალიზაციის დონე. წარმოიდგინეთ, პასუხისმგებელი პირას ვერ იპოვით დღეს რომ მოგინეთ გადაცემის გაკეთებაში, მაგრამ რეგიონიდან ადამიანი ვერ ჩათოთ, ეხლა ვით პასუხისმგებელი პირი იქნება ხელისუფლებიდან და გინდათ ოპოზიციად მოშლილია ეს ამბავი და წარმოიდგინეთ რომ გვეხლა გვესმოდეს საქართველოში მაგალითად გურიის ანარქისტული რესპუბლიკა არსებობდა, სადაც ხალხმა 4 წლის განმავლობაში საბჭო გააკეთეს. პრობლემებს ყვეწდნენ ქალიან, კაციანად საბჭოში ყველა თანასწორი ხმის მიცემის უფლებით მოახერხეს იმხელა თვითმმართველი ორგანოს ჩამოყალიბება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა და დამოუკიდებელი რესპუბლიკას რომ მოიღოთ ის ელიტა, ვინც მე ვფიქრობ და აქედან წამოსული ადამიანი იყო უდიდესი ნაწილი და ერთი საუკუნის წინ თუ ეს მოახერხეს, აი ჩვენ რატო ვერ უნდა მოახერხოთ ახლა, ხო ხვდეთ სადღაც გურიაში თუ ის შეძლეს, იმხელა რუსულ იმპერიაში აი ამის გაკეთება. ჩვენ რატო ვერ უნდა შეძლოთ? აი ამაზე დავფიქრდეთ, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქე, იმიტომ რომ ქართველებს რაღაცა გვაქვს, რაღაცა მაგარი ხარისხი გვაქვს ეს ჩვენს ენაში სიტყვა, ენას რომელსაც აქვს ესეთი სიტყვა როგორც არის თქვა, თავისუფლება, ხელისუფლება, რომლის ნათქვამშიც მიხვდები რა შინაარსად გვაქვს ჩადებული, ეს ამ ხალხს მეტის გაკეთება შეგვიძლია. ამიტომ ეს ამბიცია არ უნდა დავკარგოთ და თუ ხოცობა რამეს ნიშნავს ხოლმე ყოველთვის თითქოს აი ამ ამბიციის ჩაკლა, რასაც მე ყველაზე მეტად ვერ ვიტან ამ ხელისუფლებაში.